დილის რუტინა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ემოციური სტაბილურობისთვის. მოკლედ გეტყვით რამდენიმე მავნეჩვევას, რომელიც დილიდან არ უნდა გააკეთოთ. პირველი ეს არის, როგორც კი თვალს ვაღებთ, ტელეფონის აღება და სკროლვა. ეს არის იაფასიანი დოფამინები ტვინისთვის, თან დამღლელი, თან ასევე მოტივაციას კლავს ეგრევე, არაფრის გაკეთების თავი არ გაქვს, სურვილი არ გაქვს, შეიძლება ტელეფონი აიღო 5 წუთი და ისე გავიდეს საათ და საათნახევარი, რომ საერთოდ ვერ იგრძნო. ამიტომ თვალს რო გააღებ 5 წუთი ჯობია, ადგე გაიზმორო, ანჯარაში გაიხედო. შემდეგ აუცილებელია ოთახის ტემპერატურის წყალი დალიო, დაახლოებით 300-400 მილილიტრი. წარმოიდგინეთ სახეზე წყალს იმიტომ ვისხამთ, რომ გამოვხიზდეთ, ხო? ასევე ჩვენს სხეულს საჭირდება წყალი იმისათვის, რომ გამოვხიზდეს. მეორე რაც არ უნდა გააკეთოთ, ეს არის ყავის დალევა ეგრევე. ზოგადად ყავა კლავს მადის შეგრძნებას და ჩვენს ორგანიზმს კიდე დილიდან აუცილებლად ჭირდება ცილები, ნახშირწყლები. ცილები მაგალითად შეგიძლიათ თუ დილიდან ვერ ჭამ ბევრ საჭმელს, 1 ან 2 კვერცხი მოიხარშო და ჰერკულესის ფაფა გაიკეთო, ნახშირწყლებია, ენერგიის წყაროა. და შემდეგ კონტრასტული შხაპი მიიღო, კონტრასტული შხაპი. მოკლედ ააქტიურებს დოფამინის სისტემას და ძალიან გეხმარება ენერგიის მოსვლაში და სიმშვიდეში. მოკლედ ეს რაც ჩამოვთვალე, ამას თანხაც არ ჭირდება, ყველასთვის ხელმისაწვდომია და პროფილაქტიკა აუცილებელია იმისათვის, რომ დილიდანვე თავი კარგად ვიგრძნოთ. როგორც იწყება ჩვენი დილა, შესაბამისად გრძელდება მთელი დღეც. თუ ჩვენ არ მივეცით ჩვენ თავს რაღაც გარკვეული ენერგია, შემდეგ უკვე ტოლვა იწყებს ჩვენს სხეულზე ბატონობას და ტოლვა რა არის, ხო? ისევ ტვინი ეძებს, მარტივ გზებს, როგორ მიიღოს სიამონება, როგორ დამშვიდეს და დამოკიდებული ადამიანის ტვინმა კიდე იცის მარტივი გზები საიდან იპოვოს. ამიტომ დილიდან თუ გაწუხებს შფოთი, ეხლა იწყებ ნარკოტიკების გადაგდებას და თავს უდაგრძნობ, პირველი კონტრასტული შხაპი, ცივი წყლით დაამთავრე, საერთო ბანაობას დაამთავრებ. შემდეგ რამდენსაც შეძლებ ისაუზმე, წყალი დალიე და ზოგადად სასურველია საერთოდ ყავა მოიყო მენიუდან და დალიო მწვანე ჩაი. იმიტომ რომ ყავა იწვევს ზოგადად ტრემორს, ტახიკარდიას, შფოთს და ზოგადად გამოჯანმრთელების საწყის ეტაპზე რეკომენდირებული არ არის. მე ყველას გისურვებთ შვიდ პოზიტიურ და ჯანმრთელ დღეს.